ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის დემოტივირებულია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. რაღაც საქმეში მარცხი, უფულობა, კონფლიქტი ახლობლებთან, ან აი ასე გაიღვიძე და ყველაფრის მუღამი გაქვს დაკარგული. ამ დროს ვინც არ უნდა გამხნევებდეს და გვერდში გედგას, არ გშველის. კი, შენ შეიძლება ბოლომდე მოусმინო შენი მეგობრის სამოტივაციო სიტყვებს, გაუღიმო კიდეც და აჩვენო, რომ მას გამოუვიდა შენი ხასიათის გამოსწორება, მაგრამ შიგნით არაფერი შეცვლილა. ვიცი ეს რა გრძნობაც არის და ნამდვილად არ ვაპირებ აქ სამოტივაციო პოემების კითხვას. მე დღეს გაგაცნობთ ერთ მებრძოლს, რომელმაც თავისი ცხოვრებისეული პრობლემები საკუთარი ერთი ხელით მოაგვარა. ფიზიკურად კარგად გრძნობ თავს. მართალია ეხლა ყველაფერი მტკივა. წინათაც წამიგია, მაგრამ მე ვერაფერი შემაჩერებს. ნიკ ნიუელი, ადამიანი, რომელიც დაიბადა ხელის გარეშე. ამ სულით მებრძოლის ცხოვრება არ იყო იავარდებით მოფენილი. დაბადებიდან არსებული თავისებურებების გამო ის ხშირად ხდებოდა სკოლაში დაცვინის ობიექტი. როდესაც მამამ გაიგო, რომ მას გაუჩნდებოდა შვილი ხელის გარეშე, იმ დღესვე მიატოვა მეუღლე, რომელიც დარჩა მარტო ორსული სამსახურის გარეშე. თითქოს ცხოვრებამ დაბადებიდანვე გაწირა ნიკი. იცით რას გეტყვით? მდინარეს მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან. მე ცოცხალი თევზი ვარ. მართალია ერთი ფარფლის გარეშე, მაგრამ ნებისმიერ ჩანჩქერზე ავცურავ. ნიკ ნიუელი დაიბადა 1986 წელს ამერიკაში, ქალაქ მილფორდში. როგორც ვახსენე, მამა მის დაბადებამდე მიატოვა. დედამისი კი ნამდვილი გმირია. მას მთელი ცხოვრება უნდოდა სამედიცინო უნივერსიტეტში ესწავლა, მაგრამ დედამ თავის ოცნებებზე უარი თქვა და მთელი ცხოვრება შვილს დაუთმო. ამ ხელის გამო სკოლაში ნიკს თანატოლებთან ყოველთვის პრობლემები ჰქონდა. მას პროტეზი ეკეთა და ერთხელ ის კლასელებმა მოიმწყდეს და ეს პროტეზი მოგლიჩეს. ნიუელი მარტო იყო, თან ხელის გარეშე. ის ვერავის უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ მაგ დღეს ერთ მისმა კლასელმა ვერ აიტანა ამ დამცირების ყურება და დაუშვა ბულერებს. სწორედ ამ დღეს ნიკმა გაიცნო და დაუძმაკაცდა თავის დამცვას, რომელსაც ერქვა აბი. ამ დღის მერე ისინი სულ ერთად იყვნენ. აბი რესლინგის ფანი იყო. არ მაზავდა არც ერთ გადაცემას რესლინგზე და ეს სპორტი თავის ძმაკაცსაც შეაყვარა. გავიზდები, რესლერი გავხდები. მექნება დიდი სახლი და ხარლი დევიდსონი. რა არის ხარლი? ყველა დროის საუკეთესო ბაიკია. მამა შენ პირდა მიყიდის 16-ის რომ გავხდები და მამა შენი სად არის? არ ვიცი. როგორ თუ არ იცი? ის ჩემ დაბადებამდე წავიდა. ნა ბიჭვარე. კი ეგრეა. ბიჭები 9 წლის შემდეგადაც ერთად იყვნენ. აბიმ თავის საოცნებო ბაიკი იყიდა და ნიკთან ერთად ოცნებობდა გამხდარიყო რესლერი. ერთ დღეს სკოლაში ბიჭებს შემთხვევით ჭიდაობის მწვრთნელი შეხვდათ და შესთავაზა მათ ვარჯიშის დაწყება. ვარჯიშის პირველი დღე არც თუ ისე კარგად დაიწყო. ნიკმა პირველივე სპარინგში გოგოსთან დამარცხდა. მან ეგრევე დაკარგა ვარჯიშის ინტერესი, მაგრამ აქ უკვე ჩაერია ნიუელის დედა. დედამ ჯერ ლექციები ჩაუტარა იმასთან დაკავშირებით, რომ ცხოვრება ომია და ბრძოლის გარეშე ჯერ არავის გაუმარჯვია და ბოლოს წაიყვანა ის ჯიმ ებოტთან შეხვედრაზე. ებოტი ბეისბოლის მოთამაშე იყო, რომელსაც ნიკივით არ ჰქონდა ხელი. თუმცა მან მოახერხა და ბეისბოლის უმაღლეს ლიგაში ითამაშა. თან ის 10 სეზონის განმავლობაში უბერავდა ბეისბოლს უმაღლეს დონეზე. ის ამ სპორტის ლეგენდა იყო. ესე იგი მოჭიდავე ხარ? კი, უბრალოდ არ გამომდის. მეც არ გამომდიოდა, მაგრამ მე მიყვარდა ბეისბოლი. ყველაზე მაგრად მაინც ვარჯიშობდი. თუ მართლა გიყვარს ჭიდაობა, სხვებთან შედარებით შენ ორჯერ მეც უნდა ვარჯიშობდე. თუ რა თქმა უნდა, ჩემპიონი გინდა გახდე. გააგრძელე ვარჯიში და არავითარ შემთხვევაში არ დანებდე. ამ სიტყვებით მოტივირებულ ნიკმა გააგრძელა ვარჯიში. ის მართლაც სხვებთან შედარებით უფრო მეტ დროს უთმობდა მზადებას. 2 წლის განმავლობაში ნიკმა შეუძლებელი შეძლო. ის გამოდიოდა ტურნირებზე და სრულიად ჯანმრთელ სპორტსმენებს ხვდებოდა და უგებდა. ერთ დღეს ნიუელი მონაწილეობას იღებს სერიოზულ ჩემპიონატზე და გადის ფინალში. ფინალის პირველ რაუნდში მისი მეტოქე უკეთესი იყო. ესეთი რამე ხდება ხოლმე სპორტში. ხან იგებ, ხან აგებ. ამას უნდა შეეგუო. თავარია მარცხიდან გაკვეთილი გამოიტანო და მაინც გააგრძელო შენი გზა. ეს ყველაფერი ნიკმა თავისთავად იცოდა, მაგრამ იმ დღეს ის მეორე რაუნდში არ გავიდა. ნიკ, რა შვები? შენ კიდევ ერთი რაუნდი გელის წინ.
კაი. თუ არ შემოხვალ ვეთყვი რომ შენ არ მონაწილეობ, რადგან გაიქეცია. დაიმახსოვრე ნიკ. შიში დროებითია. წუხარება კი მარადიული. გადის 5 წელი და ის ბარში ხვდება თავის ბავშვობის ძმაკაცს. სწორედ ამ დღეს ნიუელის ცხოვრება შეიცვალა რადიკალურად. ამდენი ლუდის მერე ნიკი დგება მაგიდიდან და საპირფარეშოში მიდის, რა დროსაც ის ვიღაც გორილას შემთხვევით ეჯახება. მაგარი იყო, სად ისწავლე ეს ილეთი? კი, მაგარია, სწორედ ამაზე მინდოდა შენთან საუბარი. საბრძოლო ხელოვნების აკადემია. გაიმარჯვა და წაიღე სახში $500. დიახ, აბიმ შესთავაზა ნიუელს ერთად დაეწყოთ ვარჯიში MMA-ში. თან მაგ დროს $500 კაი ფული იყო. ისინი დღე და ღამე ვარჯიშობდნენ, ამხნევებდნენ ერთმანეთს როგორც წინათ და მთელ დროს მზადებას უთმობდნენ. იმ ტურნირზე, რომელზეც ისინი აპირებდნენ გასვლას, ყველა გამარჯვებულს თანხას აძლევდნენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ ყველაფრის მერე ორგანიზაცია, რომელიც ამ ბრძოლებს აწყობდა, ირჩევდა მხოლოდ ერთ საუკეთესო სპორტსმენს და მას უფორმებდა კონტრაქტს პროფესიონალებში. ამ ტურნირში პირველი აბი გავიდა. მან თავისი მეტოქე გაანადგურა და პირველივე რაუნდში დააფინიშა ის. თავისი ძმაკაცის გამარჯვებით მოტივირებულ ნიკმა პირველად სწორედ აქში ადგა ფეხი ოქტაგონში. ნიუელმა არ დაიწყო ველოსიპედის გამოგონება და გააკეთა ის, რაც მას ყველაზე მაგრად გამოსდიოდა. მან დაიწყო ჭიდაობა და პირველივე რაუნდში მახრჩობელა გაუჭიმა თავის ოპონენტს. ნიკმა თავისი პირველი $500 გამოიმუშავა. ის მაგარი გახარებული იყო. ეს სიხარული გაორმაგდა, როდესაც პრომოუშენმა ამ ტურნირის საუკეთესო მებრძოლად აბი დაასახელა, რაც ნიშნავდა, რომ ის მიიღებდა კონტრაქტს და მომდევნო ბრძოლას პროფესიონალებში გამართავდა. ბიჭებმა გააგრძელეს ვარჯიში გაორმაგებული მოტივაციით. აბის წინ პირველი პროფესიონალური ბრძოლა ელოდა, ნიკმა კი დაისახა მიზნად კონტრაქტის მოპოვება. ერთ დღეს, როდესაც ნიუელი ვარჯიშის მერე სახლში დაბრუნდა, მას დედა დახვდა ძალიან ცუდი ამბით. აბი თავის ბაიკით საგზაო შემთხვევაში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. ეს იყო ნიუელის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე. აბი მისთვის უბრალოდ ძმაკაცი კი არ იყო. ის მისი ოჯახის წევრი და თანამოაზრე იყო. გარკვეული დროის მერე პრომოუშენმა ნიქს აბის მაგივრად ბრძოლა შესთავაზა და ის დათანხმდა. ნიუელმა გადაწყვიტა ძველი მწვრთნელისთვის მიემართა დახმარებისთვის, მაგრამ უარი მიიღო. მწვრთნელმა უთხრა, რომ ის შიშრებზე თავის დროს არ დახარჯავს. ნიკი მაინც გავიდა ტურნირზე, სადაც ნოკაუტით წააგო. თავისი ჭიდაობის მწვრთნელი კი ჩუმად ადევნებდა თვალს ბრძოლას. ამ ბრძოლის მერე ნიკი მარტო წავიდა ბარში დარდის გადასაყოლებლად, რა დროსაც მას თავისი ძველი მწვრთნელი დაადგა იქ. შენს ბრძოლაზე ვიყავი. მერე რა? შენ სტრაიკერ შეხვდი. დგომში არ უნდა გაჩერებულიყავი. ის ძირს უნდა გადაგეყვანა. ამ ბრძოლაში არის ის, რაც მოგეწონა. კი, შენი გამბედაობა. ამას არსად არ ასწავლიან. გამბედაობა ან გაქვს, ან არა. დღეიდან შენ ჩემი სმენა უნდა ისწავლო და ყველაფერში დამიჯერო. გინდა თქვა რომ მავარჯიშებ? სწორედ ამ დღიდან ისინი გახდნენ როგორც მამაშვილი. მწვრთნელი მას ავარჯიშებდა კრივშიც, გამძლეობაშიც, მაგრამ ჭიდაობას ისინი უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ. სწორედ რომ ჭიდაობა იყო ნიუელის უნივერსალური იარაღი ბრძოლაში. ისინი დღე და ღამე ხვეწავდნენ ბრძოლის სტრატეგიას, იგონებდნენ ახალ მასზე მორგებულ ილეთებს. მწვრთნელი მას სპარინგზე ყველაზე დიდ მებრძოლებს ახვედრებდა და აი ასეთი მძიმე შრომის შედეგად ნიკმა დაიწყო თავისი მოღვაწეობა პროფესიონალებში. პირველი ბრძოლა ნიკმა დანიელ ფორდის წინააღმდეგ 2009 წელს პირველივე რაუნდში მოიგო ნოკაუტით და ამის მერე ის სულ წინ და წინ მიდიოდა. 2009 წლიდან 2012 წლამდე ნიკმა 9 ბრძოლაზე დიზედ მოიგო, საიდანაც 5 შერკინება საბმიშენით დაასრულა და 2 ნოკაუტით მოიპოვა. ეს მართლაც არარეალური წარმატება იყო, მას ყველგან ცნობდნენ და ქომაგობდნენ. ის უამრავი უნარშეზღუდული ადამიანის მოტივაციის წყარო გახდა. ნიკ ნიუელი XFC-ის ორგანიზაციაში ბრძოლობდა. მასთან ჩხუბი არავის უნდოდა, რადგან უნარშეზღუდულზე გამარჯვება ცუდად ჟღერდა და მარცხი ხო საერთოდ განადგურებას ნიშნავდა. თუმცა ამის ფონზე ნიუელი მაინც წინ მიიწევდა და 2012 წლის აგვისტოში, როდესაც მან მუხლით ბრუტალურად გათიშა ადამ მაესი, პრომოუშენს სხვა გზა არ ჰქონდა, მას უნდა მოეწყო ნიუელისთვის სატიტულო ბრძოლა ერიკ რეინოლდსთან.
რეინოლდსმა უარი განაცხადა შეხვედრაზე და ორგანიზაციას უთხრა, რომ მას არ უნდა უნარ შეზღუდულის ცემა. პრომოუშენმა კომისია მოიწვია, სადაც უნდა განეხილათ ნიუელის ორგანიზაციაში ყოფნა არ ყოფნის ბედი. სატიტულო ბრძოლაზე ხო საუბარი საერთოდ ზედმეტი იყო. კომისიას ნიუელის დაბლოკვა სურდა. ამას იმით ხსნიდნენ, რომ სპორტსმენები უარს იძახდნენ მასთან ბრძოლაზე და აი ამ დროს შეხვედრაზე გამოჩნდა დედა. მან კომისიის წევრებს უთხრა, რომ თუ ისინი დაბლოკავენ მის შვილს, ის ამ ამბავს მოძდებს ტელევიზიებს და ინტერნეტს. ყველას მოუყვება, როგორ ექცევიან ამ ორგანიზაციაში უნარ შეზღუდულებს. პრომოუშენს სხვა გზა აღარ დარჩა. 2012 წლის დეკემბერში ნიკ ნიუელი სატიტულო ბრძოლით შეხვდა ერიკ რეინოლდს. Born to fight with one hand down. They say he'd break, he'd drown. The fire behind Michael his Chavallo eyes, he Pepperton with you rose on again. Access He TV. wouldn't die. Southpaw stance, Blood as and always, sweat, for no Notorious Neil. easy day. ამ შეხვედრაში ნიუელი თავის მწვრთნელის მითითებებს მიყვებოდა. მან პირველივე წუთზე ულამაზესი გდებით გადაიყვანა თავისი ოპონენტი ძირს და ვამპირივით ეცა მას ყელზე მახრჩობელადი. Oh, suplex! Now it's a back suplex there from Newell. Takes the back. Oh, very well. This is where he needs to keep Reynolds. He's got that hook in one end. Now he's got the other one in. Let's see what he can do with it. This is danger for Reynolds. This is when Newell is so good. There's the ალბათ იმ მომენტში ნიკმა გაიაზრა, რომ მის ერთხელში ის მემკვიდრეობა, რომელსაც ის ამდენი წელი ქმნიდა. ნიუელი ცოცხალი თავით არ გაუშვებდა ხელს თავის მეტოქეს. ის მას მთელი ძალით უჭერდა და აი ის ბედნიერი მომენტიც დადგა. One down, still driving people. Nick Newell is my new way. Moving the world one every damn day. Nick Newell can hold it up. He's thundering hard in every attack. Every attack. unbelievable save. Every attack. Nashville has gone into meltdown. Nick Newell has gone into ecstasy. What a moment. ამ წარმატების მერე ნიუელი არჩევდება და აფორმებს კონტრაქტს WSOF-ის პრომოუშენთან და ერთ წელიწადში ორ ბრძოლას ზედიზედ იგებს პირველივე რაუნდში საბმიშენით. აგვისტოში ცალხელა ნოტარიუსმა ჯერ ეფექტურად კეინ კოლდველი დაახრჩო. That's it. Got it. That is it. Oh, Newell has shut down Keon Coleman. That is crazy. This is so freaking awesome. შემდეგ კი ამავე წლის დეკემბერში საბა ფადაის გადაუკეტა ჟანგბა. Immediately goes to the choke. There's that guillotine again. And it's really tight. It's a bad place to be. Oh, no, it's on. That's no way. That is it. That is it. First round. Your winner and still undefeated, Notorious Nick Newell. ეს იყო მე-12 ზედიზედ გამარჯვება პროფესიონალებში. ამ ორგანიზაციამ ნიკ ნიუელს სატიტულო ბრძოლას თავაზობს ამ ორგანიზაციის ჩემპიონთან ჯასტინ გეიჯთან. დიახ, იმ გეიჯისთან, რომელიც სამომავლოდ ამ პრომოუშენიდან გადავა UFC-ში, სადაც შეხვდება დაუმარცხებელ ტონი ფერგიუსონს, გააჩერებს მის დაუმარცხებელ სერიას ნოკაუტით და მოიპოვებს დროებით ტიტულს. ნიუელთან ბრძოლის დროს გეიჯი 11 ზედიზედ გამარჯვებით იბრძოდა და ითვლებოდა ამ პრომოუშენის ყველაზე საშიშ მეტოქეთ. პირველი რაუნდი დაიწყო ნამდვილი ჩიხაობით. კი ამ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯი უკეთესი იყო აშკარად, მაგრამ ნიუელის უტევდა კონტრშეტევებზე. გეიჯიმ ნიკს ჭიდაობა დაუბლოკა, ამიტომ თითქმის მთელი რაუნდი სპორტსმენებად დგომში ჩეხაობით გაატარეს. რაუნდის ბოლოს ნიუელმა მოახერხა გეიჯის ფეხის დათრევა. ეს იყო შანსი გამარჯვების. ყველა ხვდებოდა, რომ ეს ამ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ნიუელისთვის, მაგრამ ჯასტინ გეიჯი ახრეხებს გამოძრომას. მეორე რაუნდში გეიჯიმ ნიუელს შანსი არ დაუტოვა. მან მთლიანად გაასისხლიანა ნოტარიუსი. ის ჩანდა, რომ განადგურებული იყო. საჯმა ექიმებიც გამოიძახა ოქტაგონში, მაგრამ ნიუელმა მაინც გააგრძელა ბრძოლა იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ეს ბრძოლა ნოკაუტით დამთავრდებოდა და ესეც მოხდა. ნიკ ნიუელმა პირველი მარცხი განიცადა თავის კარიერაში, მაგრამ ის არ დანებდა. ის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა. ეს შეხვედრა დიდი სიმამაცის მაგალითი იყო. ჯასტინ გეიჯის ეს გამარჯვება მართლა არ უხაროდა. ის ერთი მომენტი მუხლებზეც დაეცა, მაგრამ რა ვქნათ, ეს MMA-ია. აქ თუ შენ არ დააგდე, სხვა აუცილებლად დაგაგდებს. ნიკმა არ დაასრულა თავისი კარიერა
კარიერა. მან ამ ორგანიზაციაში 2015 წელს კიდევ 2 ბრძოლა ჩაატარა. 6 რაუნდი იჩხუბა და ორივე ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მერე 3 წლიანი დასვენების მერე 2018 წელს LFA-ის ორგანიზაციაში პირველივე რაუნდში მახრჩობელათი მოიგო და ამავე წელს დანა უაითის კონტენდერ სერიაში შეხვდა ალექსანდრ მუნიეს. ნიქს ამ ბრძოლაში რომ გაემარჯვა, ის UFC-ში შეძლებდა ბრძოლას, თუმცა ის აქ 3 რაუნდის შედეგად დამარცხა მსაჯების გადაწყვეტილებით. ამის მერე ნიუელმა ბელატორის ორგანიზაციაშიც მოასწრო ბრძოლა. 2 შეხვედრა საბმიშენით მოიგო, 2 კი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. და ასე 2021 წელს მან დაასრულა თავისი კარიერა. შეიძლება ნიუელი არ იყო UFC-ის ჩემპიონი, მაგრამ ის დღესაც სიმამაცის და გამბედაობის მაგალითია ყველასთვის. ზოგი ორი ხელით ვერ ქაჩავს ცხოვრებაში. ნიუელმა კი როცა ყველას ეგონა რომ ის განწირულია, შექმნა თავისი მემკვიდრეობა. არასოდეს დაუხევია უკან და თავის სფეროში მაქსიმუმი გააკეთა. დღეს ნიქს ოჯახი ყავს. მას შეეძინა 2 ბიჭი. თავის ქალაქში მან ააშენა შერეული ორთაბრძოლების აკადემია, სადაც ბევრ სპორტსმენს და უნარშეზღუდულ ადამიანს ეხმარება უსასყიდლოდ. ასევე ჩართულია საქველმოქმედო აქციებში და ეხმარება ადამიანებს მოტივაციის ამაღლებაში. მე კი ამით გემშვიდობებით მეგობრებო და გახსოვდეთ რომ ყველაფერი თქვენს ხელშია.